წარმოიდგინე 30,000 ჯარისკაცი, 37 საბრძოლო სპილო და გადაულელი ალპები. ჰანიბალ ბარკამ გადაწყვიტა რომისთვის იქიდან დაერტყა, სადაც არავინ ელოდა, მაგრამ გზაზე უზარმაზარი ლოდი გადაეღობა. უკან დაბრუნება ნიშნავდა მარცხს, წინ კი კილომეტრიანი კლდე. ჯარისკაცები დაიღალნენ, სპილოები იხოცებოდნენ. მაშინ ჰანიბალმა გამოიყენა სტრატეგია, რომელიც დღემდე აუცებს ინჟინრებს. მან ბრძანა, მთელი ძმრის მარაგი მოეტანათ. ჯერ ლოდის გარშემო უზარმაზარი კოცონები დაანთეს, სანამ კლდე არ გახურდა. შემდეგ კი გახურებულ ქვაზე 1000-ობით ლიტრი ცივი ძმარი დაასხეს. ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ და მჟავამ კლდე უბრალოდ დაფშონა. გზა გაიხსნა. ჰანიბალი იტალიაში შეიჭრა და რომს ისტორიაში ყველაზე დიდი შიში აჭამა. მან დაამტკიცა, რომ გენიალური გონებისთვის გადაულახავი მთები არ არსებობს. ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი სადილი კლდისთვის. შენი აზრით, ჰანიბალი ყველა დროის საუკეთესო სტრატეგოსია? დაწერე კომენტარებში.